ნატალი ბუკია მუშაობ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ვარ ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გუნდის წევრი. ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის მთავარი სფერო არის უფლებადამცველთა მხარდაჭერა, გაძლიერება, ადამიანის უფლებების კუთხით საგამართლობო ტოვების ჩატარება. საბა ვაჭარაძე 23 წლის. შორენა შავლაყაძე საბას დედის ამბულაში. როდესაც გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა გაქვს და ამბობ რომ არასამთავრობო სფეროში მუშაობ, რა თქმა უნდა, პირველი რაღაც შთაბეჭდილება ის არის, რომ აუცილებლად კონკრეტულად ამ მიმართულებით ორგანიზაციაში უნდა მუშაობდე. თუმცა შემდეგ რაღაც როდესაც ეთქვა რომ არა და უფრო ფართო მიმართულება აქვს იმ ორგანიზაციაში მუშაობს, არ არის ხოლმე რაღაც გაკვირვება ან ასე შემდეგ. მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ დღეს ვიტყოდი რომ საბა რამოდენიმე თვით იყო პარლამენტის აპარატის თანამშრომელი. პარლამენტის თანამშრომლობამდე გზა იყო რთულიც, საინტერესოც, მრავალფეროვანი. პარლამენტის ადმინისტრაცია იყო საერთოდ მომზადებელი. მიუხედავად იმისა, რომ შშმ-პირები ყავთ დასაქმებული, მაინც ძიმე და მრავლობითი დარღვევით მქონე შშმ-პირის, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება აქვს და მას ყავს მხარდამჭერი პირი, ეგ იყო მათთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება. მთელი იურისტები იყვნენ ჩართული საბას საბუთების თავიბოლოს გაგებაში. გონია რომ ჩვენი ორგანიზაციის მაგალითი არის ის თუ ზოგადად როგორ უნდა შექმნა ინკლუზიური გარემო და როგორ უნდა გრძნობდეს ნებისმიერი უმცირესობის წევრი თავს კომფორტულად და თანასწორად განსაკუთრებით სამუშაო სივრცეში. როდესაც ოფისის გარეთ გეგმავთ რაღაცას, რომ მისაწვდომი გარემო იყოს, ან როდესაც სხვა ქალაქში მივდივართ, იქაც რაღაც მოვიძიოთ ისეთი სივრცეები, რომლებიც მაქსიმალურად ადაპტირებული იქნება და არ არის ხოლმე ეს მარტივი, ძალიან წირი არჩევანია ყოველთვის, როდესაც ადაპტირებას აქცევ ყურადღებას. მე იყო საინტერესო პროცესი საბუთების შეგროვების. თვითონ შენობა ლიფტი რომ არის არ ნიშნავს მარტო ეგ ადაპტირებას. იქ ოთახი და ყველაფერი არ არის მოწყობილი შშმ-პირისთვის, მაგრამ იმდენად უნდოდა საბას რომ ეს ბარიერებიც გადალახა, მაგრამ მგონია რომ მაინც ესე ნელ-ნელა იქნება პრეცედენტები, იმიტომ რომ თუ არ არის მოთხოვნილება და თუ არ არის საჭიროება, მე გადაწყობაც ისი არ ხდება. მე როგორც მაგალითად თვითმოსარგებლე, არა მხოლოდ თვითმოსარგებლის პრობლემებზე უნდა ვიფიქრო, არამედ ჩემი თემის სხვა წევრებზეც, ხო, უსინათლოებზეც, მენადაქვეითებულებზე, აი ეს რაღაც ერთიანობის შეგრძნება, მგონია რომ ჩვენს თემშიც ძალიან მნიშვნელოვანია და თემის გარეთაც ისიც რომ არაშეუპირებით და ჩაერთონ მაშინ და უფრო მეტად აკვირდებოდნენ რამდენად თანასწორ გარემოში ვცხოვრობ და ჩვენც უფრო მეტად ღია ვიყოთ იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტად დავფიქრდეთ სხვა თემის წარმომადგენლებზეც. ადვოკატირება შესაძლებლობებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ერთი საჭიროება უდგას ერთ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ ზოგადად თუ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომ იყოს თავისუფალი და იყოს მისთვის ხელმისაწვდომი სწავლის, განათლების, გადაადგილების, მომსახურების უფლებები, ეს არის ყველასთვის უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი.